თურმე ამერიკელები სრულიად განსხვავებული ქუშლის ზომას იყენებენ და მე გამოცდაზე საკრედულ ნაწაღებულ ველში ვწერდი. ძალიან შემეჭირდა მითი გამოციდან არ გამაგდოთ ხო კი. სტერეოტიპული არის ხომ არა ზოგადად ქალების ტექნოლოგიაში, ინჟინერიაში, მსგავსი ტიპის პროფესიებში ჩართულობის და განსაკუთრებით მისი კარიერის და პროფესიის დაკავშირების საკითხი. რამდენჯერაც ვეუბნებოდი რომ მე სამოქალაქო ინჟინერიაზე ვსწავლობ, ვაიმე რა მამაკაცური ის არის. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ რაღაც შეცვალოთ. თუ რაღაც თქვენი პროფესია გონიათ რომ მოძველდა და ეხა ტექნოლოგიური სიახლეები მოდის და გონიათ რომ რაღაცა ჩანაცვლებადია და თქვენ რაღაცა ახალს ვერ აუღებთ ალღოს, ეგ ეგრე არის. სამყაროში არაფერი არ იკარგება. ეს ფიზიკის ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, მაგრამ ცხოვრებაშიც ძალიან კარგად მოქმედებს. და მოდი ახლა მოგვიყევი. როგორი არის პრინსტონში სწავლა? მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ შემდეგ ეპიზოდს და დღეს ვყავს ძალიან მაგარი სტუმარი, მანო კვარაცხელია, რომელიც არის პრინსტონის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის ბაკალავრეთის სტუდენტი. მანო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრე, იმიტომ რომ დღევანდელი ეპიზოდი ის იქნება როგორც ტექნოლოგიაზე, ისე განათლებაზე, იმიტომ რომ ბევრ სხვადასხვა საინტერესო გამოცდილებას შევეხებით და მათ კიდევ ვინც აპირებთ საზოგადოებრივ ჩაბარებას, განსაკუთრებით ამ მიმართულებაზე, აუცილებლად დარჩით ბოლომდე. როგორ ხარ? მადლობა ავთო მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი და რა ვიცი, აბა, კარგად მიხარია რომ მაგ ვართ და ვისაუბრებთ ამ თემებზე. მოდი დავიწყოთ მაშინ თავიდან, ხო? აი, რაღაცნაირად მაინც სტერეოტიპი, მაგას უნდა შევეხოთ და ბარემ თავიდან შევეხოთ. სტერეოტიპული არის ხომ არა ზოგადად ქალების ტექნოლოგიაში, ინჟინერიაში, მსგავსი ტიპის პროფესიებში ჩართულობის და განსაკუთრებით მისი კარიერის და პროფესიის დაკავშირების საკითხი. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეგ ამბავი, რატო გადაწყვიტე? ამ გადაწყვეტის მომენტში ოჯახის როლიც მაინტერესებს, რომ ეგ არის ხომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და ეხა სათხარ მაგამდეც მოკლედ დიდი გზა გავიარე და ეტაპურად მივიყვეთ. მოკლედ, სულ თავიდან ეს ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხი დაიწყო. კომაროვში რომ ჩავაბარე და ჩაბარებამდე სანამ ეხა ჩვენს გარშემო ხალხს ვეუბნებოდით რომ აქვაპირებდი გადასვლას ამ ასეთ სკოლაში. იყო რეაქციები რომ არ გეცოდებათ გოგო რა სიზამს იქნება გამოვარდეს და ესეთი დამოკიდებულება იყო ძალიან ხშირად, მაგრამ არ შეუშინები ვარ და ჩემს ოჯახშიც არ ყოფილა ესეთი სიტუაცია, რომ ვაიმე გოგოა და რა მოხდება, რა პირიქით ოქროს მედალზე დავამთავრე და ანუ საკმაოდ წარმატებულადაც და თვითონ უკვე კომაროვში გოგოები ვით ვიყავით, ყველანი საკმაოდ კარგად ვსწავლობდით და ბიჭებზე ბევრ ბიჭზე უკეთესადაც. და მიუხედავად იმისა, რომ კომაროვშიც დაახლოებით გოგოების რაოდენობა ბევრად ნაკლებია ბიჭების რაოდენობაზე, მასწავლებლებისგან ან იქ არსებული საზოგადოებისგან არ მიგვწვია არანაირი დამოკიდებულება. კი. რაც შეეხება პროექტებზეც სულ ისეთ პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას Technovation Girls-ი გოგოებისთვის, რომ იყო განკუთვნილი 1000 წლების ინოვაციის კონკურსზეც, რა ვიცი, ჩვენს გუნდში ორი გოგო ვიყავით და ეგ დაბალანსებული იყო და გულწრფელად რომ გითხრათ, ეს უფრო რაღაცა წარსულის გადმოძახილისავით იყო, ასე ვთქვათ, ქალების ისტორიის, ვიდრე მე პირადად ჩემს ცხოვრებაში განცდილი. ხო, შენ არ გქონია ეგეთი რაღაც. მაგ სტერეოტიპს შენ პირადად არ დაჯახები ხარ ასე. ჯერჯერობით არა თქო მოვიტყოები, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა აი დღევანდელობაში სტაჟირება გავიარე ერთ-ერთ კომპანიაში ამ სამოქალაქო ინჟინერიის მმართველობით და რომ ჩავედი საიტზე, მარტო მე ვიყავი გოგო და 10 ჩემს გარშემო 10 ბიჭი იყო და მე რაღაცა მარტო უხერხულობის ამბავი. უხერხულობაზე მეტად უფრო თითქოს თავდაჯერებულებაც არის, ხო, რაღაცა. უფრო მეტად ვიფიქრე იმაზე, რომ თავდაჯერებული გამოსულიყავი და რაღაცა ამ სიტუაციას არ მივეც შესაძლებლობა რომ ჩემზე ემოქმედა რაიმე თუდად და ეგ ისე ვთქვათ, მაგრამ მე მზად ვიყავი ამისთვის, იმიტომ რომ ვიცი რომ რამდენჯერაც ვეუბნებოდი რომ მე სამოქალაქო ინჟინერიაზე ვსწავლობ, ვაიმე რა მამაკაცური ის არის რა ქვია სფეროა და მამაკაცურს რატომ აკავშირებენ მესმის, იმიტომ რომ უფრო მეტი რაოდენობა მამაკაცების არის დაგფთქმებული ამ სფეროში, მაგრამ ქალებსაც ძალიან კარგად შეგვიძლია ამ სფეროში მუშაობა. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. აი ის მომენტი მინდა უბრალოდ გაიხსნა თუ გახსოვს შენ, აი ბავშვობაში რა როდის მოხდა ეს ამბავი, თუ სკოლის ასაკში იყო, არ ვიცი, როცა იფიქრე რაღაცა ის ინჟინერია ზოგადად ის სფერო არის, სადაც გინდა რომ შენ რაღაცა ერთი რომ მაგ მიმართულებით პროექტებში ჩაერთო, რა საკეთებდი ხომ სკოლის ასაკშივე და მე ბარემ მაგასაც კითხავ, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად პროექტებში ჩართულობას და მოხალისეობის საქმიანობას, მაგრამ პირველ რიგში ეგ მაინტერესებს შენი როდის
ვის მივხვდი რა მომენტში გაიაზე რომ ინჟინერია არის ის საქმე რომელიც გინდა მთელი ცხოვრება აკეთო მე რომ მივხვდი რომ ფიზიკა ძალიან მიყვარს და არ არის ესეთი ადამიანი რომელიც ერთი საგნის სწავლებით დაკმაყოფილდება. ინჟინერია არის ძალიან ბევრი საგნის ერთობა, ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ყველანაირი საგანი და რომ ვიცოდი რომ ეს ამას მოიცავდა, მაგით მივხვდი რომ მეც ყველა ვარიანტში ამ მართლობის წავედი და თან ეს ინჟინერია არის რაღაც პრობლემის მოგვარება, გადაჭრა, ახალი გადაწყვეტილების შექმნა და მოძიება და გაკეთება და ეს ძალიან მომწონდა. თან ასევე მიყვარდა ბავშვობიდან ლეგოების აწყობა, პატარა ხის კუბიკები მქონდა ხოლმე ძალიან ხშირად და ხიდებს ვაწყობდი ხოლმე. მე სახში გოგოებს არ ვიცი, ძალიან გვიყვარდა ხოლმე ესეთი რაღაც ჩემი თოჯინებისთვის ტანსაცმლის გაკეთება და აი მსგავსი მე ჩემთვის ვიმზადებდი ჩემს პენლებს, მის რა ქვია სათავსოებს და ეგეთ რაღაც მსგავსებს და ძალიან სიამოვნებდა ეს პროცესი და მე უკვე რომ გავიზარდე და მივხვდი რომ ამ ყველაფერს სახელი ქვია და ეს არის ინჟინერია და კრაფტინგი და რაღაც მსგავსი მივხვდი რომ კიდევ უფრო ხმად მინდოდა ჩავუტყდარიყავი ამ საკითხს. კი, ანუ ამ ნაწილში ძალიან დიდი როლი აქვს შემოქმედების ამ ხარეს, იმიტომ რომ მეც თავის დროზე როცა მივხვდი რატომ მინდოდა ეს სფერო, იმიტომ რომ ეს სფერო იძლევა საშუალებას რომ ყოველდღიურად ერთ და იგივე რაღაცაზე არ იმუშაო. და ეს მრავალფეროვნება გაქვს აქ, ის სირთულეების გადალახვის აზარტი რაც არის და მე ეს რაღაცა დოპამინის სიამოვნება და შემდეგ რომ გადაჭრია პრობლემას, ეგ კიდე ცალკე ამბავი არის. მეორე ნაწილზეც გადავიდეთ, მაშინ ბევრს უნდა დარწმუნებულა რომ რაღაც კარგი პროფესია აირჩიოს, ეს შეიძლება ინჟინერია იყოს ან სხვა ნებისმიერი, მაგრამ მოხალისებრ აქტ იმდენად არის სწავლას გადართულ თან ახლა კომაროვის რეჟიმი ვიცით ყველას რომ საკმაოდ ბევრი არის სამუშაო იმის რომ რაღაცა ის მინიმალური ტასკები მაინც ჩახურვა საკმაოდ ბევრია სამეცნიერო და რაღაცა ყველას ასე თუ მე თუ არ მისწავლია მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს შესაბამისად ეგ ამბები ვიცით ვთქვათ როგორ ხდება რომ უნდა მოიცალო თუ არა პირობითად ეგეთ რეჟიმშიც კი იმ დამატებითი პროექტებისთვის თუ მას მოხალისებრული საქმიანობისთვის და თუ კი რას გაძლევს საერთაშორისო ეგ ყველაფერი პრიორიტეტები უნდა დაალაგო, ასე ვთქვათ. მაგალითად, მოსაცვლელია კი აი ამ სწავლასთან ერთად არაფორმალური განათლებაც უნდა მიიღო, რასაც ამერიკა ძალიან ყურადღებას აქცევს და ამისთვის რო გჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ ანუ რაღაცეებს ვეღარ ახერხებ, რაღაცეებში ხა შეიძლება იგულისხმებოდა მეგობრებთან ერთად გასვლა, სადმე წასვლა. მე სკოლის დროის მერე 3 საათზე რომ ვითარდებოდა, მაშინვე აქტობებზე გადავყვებოდი ხოლმე 4:30-ზე პირველი შეხვედრა მქონდა, მე 5 საათზე სხვა, 6 საათზე სხვა და სახში მივდიოდი 9-10 საათზე დავალებებისთვის თუ მრჩებოდა ბოლო 2-3 საათი და სხვა აი ბოლო კლასებში გულისხმობა ყონთ მე-10 კლასიდან სხვა დრო არ მქონდა და ძალიან მნიშვნელოვანია კი, იმიტომ რომ ქულებით და ამ ვთქვათ აკადემიური მოსწრებით ანახებს შენს შესაძლებლობებს, გონების შესაძლებლობებს და უმტკიცებ ამერიკულ უნივერსიტეტს რომ შენ ამ გარემოში ასეთ მსგავს გარემოში თუ მოხვდები, შეგიძლია წარმატებულად იყო. მაგრამ ეს არაფორმალური აქტივობები როგორიც არის თუნდაც ეს ინჟინერიასთან დაკავშირებული ან საერთაშორისო ურთიერთობებთან რაც არ უნდა იყოს, ეგ ყველაფერი შენს უნარებს უსვამს ხაზს. ეს არის კომუნიკაციის უნარები, ლიდერული უნარჩვევები და მსგავსი უნარები, გუნდური მუშაობა, მოხალისეობრივი სურვილი, შენი ამბიციურობა და რაღაც პრობლემის გადაჭრის უნარებიც ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტუდენტობა არა მარტო სწავლა, არამედ ხალხთან ურთიერთობაა და განსაკუთრებით ინჟინერისთვის იმ პრობლემების გადაჭრა, რაც შენს გარშემო არსებობს და თუ გინდა რომ წარმატებული ინჟინერი იყო, უნდა იცოდე როგორ უნდა დაიდენტიფიცირო ეს პრობლემები და შენ უკვე როგორ მოიძიო გადაჭრის გზები. და ამისთვის მათემატიკის და ფიზიკის ამოცანების ამოხსნა რა თქმა უნდა გეხმარება თეორიული თვალის მიცემისთვის, მაგრამ პრაქტიკა და სიტუაციური რაღაც ანალიზი და დამუშავება მე ხო? ხო, ეგ ძალიან და ეს იცის უნივერსიტეტმა. ხო, ამერიკულმა უნივერსიტეტებმა. ხო, სხვა შორის აი ბევრი ადამიანი ვინც ჩემს სამეგობროში სწავლობს ყველას უთქვია რომ ხანდახან ეს GPA არ არის მთავარი, იმიტომ რომ რაღაც რამდენიმე ესეთ ძალიან კაი მაგალითი გვაქვს ჩემი მეგობრების სახელზე გვაქვს არ დავასახელებ, მაგრამ საშუალო GPA-თაც იმის გამო რომ ძალიან ბევრი მოხალისეობრივი საქმიანობა ქონდა და მათ შორის კიდე თავის ჯგუფებთან კონკურენციაში იყო ერთ-ერთ უნივერსიტეტში და თითქმის ერთნაირი მოსწრება ქონდათ, ну ლოგიკური არა, ხო უნივერსიტეტში სწავლობს და 97-ზე ამთავრებს შენც პირობითად A-ზე ამთავრებ ისიც და არანაირი სხვაობა არ გაქვს. ამ მოცემულობაში კიდე ის დამატებითი მოხალისეობრივი საქმიანობა და პროექტები, რა თქმა უნდა, წონის და ეგეთი ძალიან ბევრი მაგალითი არის ხოლმე და
ამერიკა რა თქმა უნდა ამ არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ზოგადად ნებისმიერი ქვეყანა ალბათ და ნებისმიერი ქვეყნის საგანმოაზროვნე უნივერსიტეტი იქ სამართლებრივ თუ სამთავრობო ორგანიზაცია ამ ნაწილს უყურებს. პირადად შენ რა მოგცა? კი ვთქვით, რომ საჭირო არის რაღაც მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები ახსენე, დღემდე მიმდინარეობს საბედნიერო ეს ღონისძიება, ეხა უწევს მე მგონი რაღაც ბანაკები არის ეგ და ძალიან მიხარია, რომ ეგეთი პროექტები ნაადიხა მინდიას ასე ვთქვათ, დაინცირებული და გაგზელებული და გავითარებული პროექტი. დიდი მადლობა მას აქედან, იმიტომ რომ ჩვენ გამარჯვებული გუნდი ვართ და მისი დახმარებით მოხდა ამ ყველაფრის ის აორგანიზებს ამ პროექტს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან საბედნიეროა. კი, და საკმაოდ რთული სიტუაციაში უწევს ამ შემთხვევაში ყველას გვიწევს პრინციპში, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მუშაობთ მსგავს ტიპის პროექტების კეთება, ასე ვთქვათ და შენთვის რა იყო აქ საინტერესო, რა მოგცა? ეხლა მაგალითად ვინც წელსაღის ტექნოლოგიის მონაწილე, იმას შეიძლება იცოდეს, ხო ბანაკშიც იქნება მალე და კიდევ უფრო მეტად კარგად გამოცდის საკუთარ თავს, მაგრამ აი მომავალ წელს თუ ჩატარდება და იმედია ჩატარდება ეხლა გისმენდეს მოსწავლე, რატომ მიიღოს თუნდაც მანდან სხვა მსგავს პროექტებში მონაწილეობა 1-2 წუთში. შენ რა მოგცა და მე რას ურჩევდი? აი მე მივხვდი მაგ პროექტებში მონაწილეობის მიღებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა და დამატებით ინფორმაციის მოძიება და researching-ი რასაც ქვია. researching-ი გულისხმობ არა რაღაც კვლევით საკითხს, არამედ გამოძიებას და გამოძიება რაღაც თეორიასთან დაკავშირებით, ბაზართან დაკავშირებით, ან იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ასე ვთქვათ, რაზეც მუშაობ. ტექნოლოგიის ენისთვის მოგვიწია ბიზნეს გეგმის შექმნა, რაც არც ვიცოდი, ანუ რასთან დაკავშირებული იყო, ბიზნესთან კავშირი არასოდეს არ მქონია, მაგისთვის მოგვიწია ძალიან ბევრი ინფორმაციის წაკითხვა, მოძიება, ადამიანების შეწუხება და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ადამიანების შეწუხების უნარი რომ გაქვს და რო არ გერიდება რომ მკითხო, მიწერდე და უკავშირდე, ცხოვრებაში ბევრი რაღაცაში გამომადგა. ახლაც სტაჟირება რომ ახსენე, ეგ მხოლოდ იმიტომ გამოვიდა, რომ LinkedIn-ზე ერთ-ერთ ადამიანს მივწერე. ეგ უნარი. ასევე ვთქვათ 10 წევრის ინოვაციის კონკურსში რომ მივიღეთ შენი დახმარებით მონაწილეობა, მანდაც და არა მარტო ეს researching-ი, ასე ვთქვათ, არამედ ურთიერთობები და networking-ი, რასაც ქვია ამერიკელები ეძახიან networking-ს, ურთიერთობების დამყარება და იმ ადამიანების გასწორება, რომლებიც ამ სფეროში არიან, წარმატებულები, საინტერესოები, ღია იმისთვის, რომ შენ გასწავლონ რაიმე და გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება, იმიტომ რომ დამწყები როდესაც ხარ, სკოლაში როცა ხარ, ან თუნდაც სტუდენტი რომ ხარ, ზუსტად ისეთი ადამიანი გჭირდება, რომელიც გზას გაგიყვალავს და გაგეხმარება და თავის გამოცდილებას გაგიზიარებს და ესეთი პროექტები იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი შენაირ ადამიანებს ვხვდები და ჩემნაირ ადამიანებს იმ კუთხით რომ ჩემნაირ მოსწავლეებს და გოგოებს ან ბიჭებს რომლებიც იზიარებენ ჩემს სურვილებს და მიზნებს და მათაც უნდათ რომ ეს გამოცდილება გაიარონ. ხო, ძალიან მაგარი უნარი არის, ნამდვილად საჭირო. მადლობა შენ რომ გაქვს მაგის საშუალება და მადლობა რომ იმ ნანას ასევე მადლობა, იმიტომ რომ ნანას მიწერე და მე ნანა დამიკავშირდა მე და თელ გუნდს ასე ვთქვათ, ისეთი კარგები იყავით ყველანი, რომ ძალიან კაი მეგობრები გავიჩინე ჩემი აზრით და ძალიან მიხარია რომ ამდენი წელი გავიდა ეხა პრაქტიკულად და შენ და გუნდის სხვა წევრები ასე თუ ისე მაინც არ წყვეტენ ურთიერთობას ჩვენთან და ჩვენ პროექტებში დღესაც ძალიან აქტიურად ხარ ჩართული და ამისთვის ძალიან დიდი მადლობას გიხდი. აუცილებლად უნდა მიიღოთ ხოლმე მეგობრებო მონაწილეობა, მოხალისეობრივად, არამოხალისეობრივად იმის რომ გავითარდეთ, მიიღოთ დამატებითი უნარები და საშუალება იმისა, რომ მინიმუმ ისეთ გარემოში მოვხდეთ, რომ თქვენაირი ინტერესების მქონე ადამიანები აღმოაჩინოთ. შეიძლება სკოლაში მარტოდ გზნობდეთ თავს, მაგრამ იპოვოთ სხვა სკოლაში იგივე ადამიანი, იგივე ინტერესებით და მე დამეგობრდეთ, კაი გუნდი შეკრათ და კარგი იდეაზე იმუშაოთ. ხო, ხანთან ხდება ხოლმე ეგეთ რაღაც, რომ სკოლა შეიძლება არ იყოს შენი თანამოაზრე, შენ კლასში არ იყოს და ამავდროულად და ეგეთი ტიპის პროექტები ჩვენ რაღაც ბევრი მაგალითი ქონდა, სადაც მაგალითად კახეთიდან, გურიიდან, რაღაც ბანაკში რომ მოვახვედრეთ ადამიანები, მე რაღაცა ერთ საერთო გუნდი გააკეთეს და იმ მოცემულობაში შეიძლება რომ ის ორი ადამიანი ერთ წელიწადში არ მომხდარიყო სხვა სიტუაციაში. როგორც ვიცი, ტექნოლოგიისენზეც არის ეს რომ თუ თქვათ გუნდის წევრი გაკლია, ან გჭირდება დამატებით რაღაც მიმართულება, შეასრულებენ აპლიკაციას და დაგეხმარებიან მოძებნაში. ხო, აი ხა არის თავარი ამბავი რა. რა ეტაპია? ანუ რაღაც კომაროვზე ვთქვით, კომაროვში სწავლობ კარგად, ასულებ იმ ყველა დავალებასაც გაქვს და პარალელურად ასევე მოხალისეობრივ აქტივობებშიც, რომელიც შენთვის აი დაპრიორიტეტება ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ახსენე თავიდან, რომ
ანუ აქტიობასაც გააჩნია, მოხალისეობრივ საქმიანობასაც გააჩნია. ხა ბანაკში წახვიდე დასვენებლად ან გასართობად სხვა რაღაც არის, მაგრამ თემატურად აი შენი პროფესიის ან შენი საქმიანობის შესაბამისი აქტიობა მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების, რაც მანო მახსენა. ამის მე რა ხდება, რომ იწყება უნივერსიტეტების ძიება? თუ როგორ ხდება ეგ ამბავი, რომ ზუსტად, აი როგორ არის იცი? უკვე რომ რაღაცა მაქტობების, ასე ვთქვათ, მაქტობებში ჩართული ხარ და თან მოდის უკვე ის პერიოდი, რომ აპლიკაცია გააგზავნო. ჩემი აზრით ყველაზე, ასე ვთქვათ, ლოგიკური არის, რომ ერთი წლით ადრე დაიწყო ეს პროცესი, რომ მოიძიო რომელი უნივერსიტეტი არის ის, რომელიც ჩვენს სურვილებს, ფინანსურ სიტუაციას, ამბიციებს შეესაბამება და მე უკვე რაღაცა ზედაპირულად რომ შეხედავ და არჩევა უნივერსიტეტებს, უკვე ღრმა კვლევა გააკეთვა ის researching-ი, რაც თქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის მეთქი, მაგაში გამოვიყენე ზუსტად რომ მე უნივერსიტეტებისთვის, უნივერსიტეტების უნივერსიტეტებზე ინფორმაციის მოძიებისთვის, რომ ვთქვათ, რა ტიპის უნივერსიტეტია, liberal arts არის თუ რაღაც ტექნიკური მიმართულება აქვს, რა ტიპის პროფესორები ასწავლიან, კვლევითი ცენტრი არის თუ არა, რაზე ამახვილებენ ყურადღებას ჰუმანიტარულ საგნებზე თუ ტექნიკურ საგნებზე რა კულტურა აქვს თქვათ და მსგავსი ესეთი ინფორმაციის მოძიება იქნება საჭირო და შემდეგ უკვე რომ ასე ვთქვათ გაქვს სია რომელ უნივერსიტეტში აგზავნი მაგის მიხედვით უკვე წერ ესეებს ამზადებ აპლიკაციას და სარეკომენდაციო წერილებსაც ასე ვთქვათ ამზადებ. ანუ ეს ესეები აი ის შესწავლის ნაწილია შენ ახსენე რისერჩი, ხო, უნივერსიტეტის საქმიანობის და მისი შინაარსობრივი მხარის შესწავლის ნაწილი ესეების მომენტში გეხმარება შენ თვითონ პრაქტიკაში. აი მაგალითად ახლა მოკლედ მარტივად რომ ახსნა, ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს ესე, რომელიც გეკითხება რატომ გინდა ამ უნივერსიტეტში სწავლა. და როდესაც გეკითხება უნივერსიტეტი აქ სწავლა რატომ გინდა, ეს ესე პირდაპირ არის შანსი რომ შენ აჩვენ ამ უნივერსიტეტს, რა იცი უნივერსიტეტის შესახებ და თუ ნამდვილად მოგწონს და გაინტერესებს ეს უნივერსიტეტი, ძალიან ბევრი რაღაც უნდა გქონდეს ამ უნივერსიტეტზე მოძიებული და უნდა გამოხატო ეს ყველაფერი. მე მაგალითად პრინსტონზე, პრინსტონს უფრო ქონდა ამ ფაკულტეტზე რატომ გინდა სწავლა და მე საგნის სახელით ჩავწერე, პროფესორის სახელით მოვიძიე, რომელიც ასწავლიდა მაგსაგანს და რა თემაზე გქონდა კვლევები, მაგაზეც ვისაუბრე. მე რაღაც კარლაბი არის პრინსტონში, სადაც აბზადებენ რობოტებს და ეს თქო ერთმანეთს აჯიბრებენ. მაგაზეც ეგეც ვახსენე ეგ ლაბორატორია, სადაც ძალიან მაგარი ტექნიკა აქვთ და ძალიან დიდი რესურსები აქვთ და ეგეც ასე თქო გამოვთქვი მაგ ლაბორატორიაში ყოფნის სურვილი. ასევე თვითონ პრინსტონს აქვს ფოკუსირებული თავისი სწავლება ჰუმანიტარულ კუთხეზეც არა მარტო ტექნიკურზე, გულისხმობ რომ ყველა სტუდენტს უწევს აკადემიური წერის საგნის გავლა და ეგეც ვახსენე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ საკითხი და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით კვლევითი ადამიანი თუ კვლევით არის დაინტერესებული და ეგ ყველაფერი დაფასდა, ამიტომ რომ აი თუ მართლა გინდა ეს უნივერსიტეტი და იცი რაცაც ითხოვს უნივერსიტეტი, მე ამ ესეებში ამ ყველაფრის გამოჩენა და ჩაქსოვა ძალიან საჭიროა და მნიშვნელოვანია. ანუ მანდ ერთის მხრივ ნახულობ რამდენად შეესაბამება შენს რაღაცა სტილს, უნარებს, ამავდროულად ის უნივერსიტეტი და ის უნივერსიტეტის ხედავს რამდენად შეესაბამება შენ. ანუ ორ მხრივი გაცვლა ხდება ესეში. აი მაგალითად მე ვთქვათ კოლუმბიაში, თუ არ ვწდები კორნელში, შეიძლება ვწდები, ან პენსილვანია არის ზუსტად, რომელიღაც უნივერსიტეტი არ გასდევს უფლებას, რომ სხვა დეპარტამენტის ფაკულტეტის საგნები აიღო. პრინსტონში ესე არ არის. პრინსტონში მე ვსწავლობ სამოქალაქო ინჟინერიაზე, მაგრამ შემიძლია ფილოსოფიის საგნებიც ავიღო, მუსიკის, ხელოვნების, სპორტი არა, ხელოვნებისაც და ყველაფრით დავკავდე. თუ რა თქმა უნდა დრო მაქვს და კრედიტების რაოდენობა თუ დამაკმაყოფილებელია. და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე კი მიყვარს ტექნიკური საკითხი და ფიზიკა, მათემატიკით ვფიქრობ, ასე ვთქვათ, დაკავებას ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის, მაგრამ ჩემთვის ხელოვნება, ლიტერატურა და ჰუმანიტარული საგნები ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. და ამდენი შესწავლის მერე წერ ესებს, აგზავნი და ელოდინის პერიოდი არის ხოლმე, რასაც იგიჟე, ხო? და შენ მოიპოვე დაფინანსება სრული. რაც ძალიან მაგარი ამბავი არის, ძალიან ბედნიერები ვიყავით ყველა აქ. მაგას როგორ არა. ხო და საერთოდ ყველა ქართველის ასე ვთქვათ, ჩარიცხვის ეს პერიოდი რო იდება ხოლმე ძალიან ბედნიერი ვარ. საბედნიეროდ ჩვენი ინტერნეტი გადაივსება ხოლმე ბევრი ფოტოებით და ასე კაი მომენტი არის ეგ და ერთის მხრივ მიხარია რომ ესეთი წარმატებული ადამიანები ყავს რომელიც დარწმუნებულია რომ მე ძალიან მაგარ რაღაცებს შეგვდიან და მეორეს მხრივ ცოტა მწყინს, იმიტომ რომ
ეგეთი ადამიანების დაბრუნება ამ ქვეყანაში და მე ამ იმუნარების მათ შორის სადაც იქ შეისწავლიან ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლიც და ჩვენი რაღაცა თან საზოგადოებისაც ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. როგორია, ეხა ერთი წელი დაამთავრე უკვე, გადახვედი მეორე კურსზე. და მოდი ახლა მოგვიყევი როგორი არის პრინსტონში სწავლა. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. იქიდან გამომდინარე რომ ინგლისურ ენაზე ვსწავლობ, თან რა თქმა უნდა სხვანაირი განათლების სისტემა, ანუ თვითონ პრინსტონშიც და ამერიკაშიც ეს ორმაგად განსხვავებულია, ასე ვთქვათ, მაგრამ დაძლევადია. არ არის ის რომ რაღაცა შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტად ეს პერიოდი კომაროვში სწავლოთ იმისთვის მქონდა რომ ამ ყველაფრისთვის შემზადებული ხარ და რთული არის როგორც ვთქვი და ასე ვთქვათ უცხოა. სამაგიეროდ იმდენი რესურსი აქვს თვითონ უნივერსიტეტში და იმდენად ღიები არიან დახმარების კუთხით, რომ მე რაღაცა განსაკუთრებულ სტრესში არასდროს არ ჩავარდნილ ვარ. არც მათემატიკაზე, არც ფიზიკაზე, არც პროგრამირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს საგანი. ეს პირადი პერსონალური დამოკიდებულება. ასე ვთქვათ, დავძლია და კარგად დავასრულე, წარმატებით დავასრულე. რაც შეეხება აკადემიური ცხოვრების გარდა საზოგადოებას. გაქვთ მაგის დრო? კი, სხვადასხვა. გვაქვს დრო უბრალოდ მეცადინეობის დროს. ურთიერთობები და კომუნიკაციები ხშირად ბიბლიოთეკაში ხდება ხოლმე. და ხანდახან შაბათ-კვირას ვთქვათ. და ზირთადად ჩემს საერთაშორისო მეგობრებთან ვურთიერთობ. თურქეთიდან ყავს ერთი მეგობარი გერმანელი, ასევე და ბოსნიადანაც სხვადასხვა და მსგავსი, ასე ვთქვათ, ქვეყნები. მაინც ახლოს ხარ ესე კი. ჩემს რეგიონთან, ოკეი. ნამდვილად. იმიტომ რომ ღირებულებებითაც და რაღაცა ამბიციებითაც უფრო მეტად ჩემი აზრით ევროპელებს უფრო უკავშირდება ვიდრე ამერიკელებს. ნებისმიერი ქვეყანა ალბათ რომ ისე შრომობ და ინდომებ რომ მე სხვა ქვეყანაში წახვიდე სასწავლებლად, ეგ უკვე დასაფასებელია და ბუნებრივია ეხ რომ ამერიკელიც რა თქმა უნდა ეხ საკმაოდ საინტერესო გამოცდილება, მაგრამ ამ თემაში როცა ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რომელიც შენაირად მოინდომა და იქ მოხვდა, რაღაცა ერთი ინტერესი ალბათ უფრო მეტად ჩანს მაგ ყველაფერში, ლოგიკური არის რა თქმა უნდა. თან სახლის მონატრების ამბავიც უფრო მარტივად გვესმის ერთმანეთის რეგიონული სიტუაციაც და აი უცხო კულტურის ამბავიც, რომ აი რამდენად ამერიკული რაღაც კულტურული შოკები რა თქვა ხოლმე ერთმანეთს უზიარებთ და ის ვეკითხებით ხოლმე, ხო, ანუ ხო ვალიდურია რასაც ვთქვით, ხო ეს მართლა ესე არის. ჩვენში ყოლა არის პრობლემა, ხო? ჩვენში ყოლა არის პრობლემა, რაღაც არასდროს ხარ ვაკეთებ. იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაც ერთი მომენტები და ეს გვეხმარება რომ ადამიანი მყავს გვერდზე რომელიც იზიარებს. კი. რა იყო ეგეთი 1-2 მითხარი თუ საიდუმლო არის რა ყველაზე პირველი. რაღაც ტექნიკური დეტალებიც არის. ტექნიკურ დეტალებში გულისხმობ თურმე ამერიკაში სეზონები სხვანაირად ითვლება. ანუ 22 სექტემბერს იწყება შემოდგომა და ესე გადადის, ანუ გაზაფხული 22 აგვისტოს იწყებს. სწორად იწყება. ნუ ბუნიობის მიხედვით აღამთავრეთ, კი, მაგრამ მე მჩველი ვარ რომ 1 სექტემბერს იწყება შემოდგომა და პროფესორმა გამოგვითხრა რომ 22 სექტემბერს გილოცოთ შემოდგომასო, ძალიან გაგვარკვევი დავჭი. მერე ფურცლის ზომა. თურმე ამერიკელები სრულიად განსხვავებული ფურცლის ზომას იყენებენ და მე გამოცდაზე პროფესორმა გთხოვა რომ აუცილებლად იმ ზომის ფურცელი მოიტანეთო და მე საქართველოსთან მქონდა რაღაცა ანუ საქართველოსთან წაღებულ ველში ვწერდი და ანუ იქიდან ამოხეული ფურცელი წავიღე და იმდენად დასტრესელი ვიყავ, იმიტომ რომ მე აღმოაჩინე, როდესაც გამოცდაზე ვიჯექი, რომ რაღაცა სხვა ზომის ფურცელი მქონდა და ძალიან შემეჭი და მეთქი გამოცდიდან არ გამაგდონ თქო. პრობლემა არ ქონიათ, მაგრამ მაინც და კულტურულ თემასთან დაკავშირებით ალბათ ამერიკელები განსხვავება ის იყო, რომ ამერიკელები მეგობრად ძალიან მალე გთვლიან. აი შეიძლება 1 საათი ვსაუბრობდეთ უბრალოდ და მე ჩემი მეგობარი დამიძახო, შენი მეგობარი დამიძახოს ვიღაცამ რა. და ეს ჩემთვის და ჩემი თურქი მეგობრისთვის ძალიან არაბუნებრივი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ აი 1 საათია ვიცნობდი ერთ პიროვნებას და ანუ ვისაც ჩემი მეგობარი ხარ წამოვერთად გავისეინოთ, სადმე წავიდეთო და არ მქონდა იმ მომენტში სურვილი, იმიტომ რომ არც ვიცნობდი და სხვა საქმეებიც მქონდა და ეს რო ცოტა უარი რო ვუთხარი, მე მომერიდა რა თქმა უნდა და ჩემ თურქ მეგობარმა არა. სწორად ამბობ, არ არის პრობლემა, მეც მაგ ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო აშკარად.
ესე იგი კომუნიკაციების თუ კომუნიკაბილურობის თუ არ ვიცი ის ყველას. ხო, იმიტომ რომ ძალიან მეგობრულები არიან და ძალიან ვაფასებ ამას ბედნიერებით და სუღიმილიანი სახით, მაგრამ ხანდახან ოდნავ დამღლელიც არის. და აი ჩემს მეგობრებს რო უზიარებ ხოლმე, ეგენიც ეგრე გრძნობენ, რომ აი ექსტროვერტიც არ არის საკმარისი რომ იყო მაგათთან, კიდე უფრო მეტი ენერგია უნდა გქონდეს, რომ hi, how are you? რაღაცა და სულ ესე მოიკითხო, მიესალმო რაღაცა თან ანუ სულ ბედნიერი სახით ბარათი მქონდა. იგი კარგი რაღაც გამახსენდა. სასწავლებლში რომ მივდივართ ხოლმე ბარათი უნდა გავატაროთ. ანუ დავადებ და თან ჩემი ფოტო ადევს და იქ ვინც დგას ერთ-ერთმა პერსონალმა მითხრა რომ რატო არ იღებენ შენს ბარათზე, რანაირი ფოტო გაქვს გადაღებულიო. ალ ბარათებზე სიღიმეა. ბარათებზე სიღიმიან და ანუ მე კიდე პირიქით პასპორტის ერთ-ერთი ის არის აუცილებელი პირობა რომ არ უნდა იღიმოდე. და ანუ ვიზას რო იღებ დიდი ასობით უწერია. არ გაიღიმო. ისე ანუ შემთხვევით და ისე ვიგზანი თავი რომ მეთქი რავი ესეთი იყო მოთხოვნა და არა და იმათთვის ისე შეიცხადეს და მე სხვა ამერიკელებმაც რომ ჩემს ბარათს რო ნახულობენ რა სულ მოგუშული რატომ ხარ რომ მეკითხებიან და მე თურმე ეს ნორმალურია. გადაიღე ერთი გაღიმებულია დავდე. ალბათ შევიცვლი. კი, ალბათ შევიცვლი ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მოხდა ეგეთი მსგავსი სიტუაცია. მაგის გარდა ეხლა ალბათ რა ვიცი, მაყურებელსაც გაუჩნდება კითხვა. ისეთია, როგორც ფილმებში, თუ ზოგადად არის ხომ რა ფილმებში ხდება. აი, გართობა, სწავლა, სპორტი მაჩვე, სპორტი ძალიან მაინტერესებს ხო, იმიტომ რომ სპორტს როგორც ვიცი, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, მათ შორის დაფინანსების მოპოვების ნაწილშიც ძალკე სპორტსმენებისთვის, ასე ვთქვათ, იმ სპორტში რა სპორტის იმ უნივერსიტეტს გააჩნია, ხო? იქ თუ ხდები იმათ გუნდში რაც მე დაფინანსება ხდებათ ხოლმე. კი, ათლეტები ძირითადად დაფინანსება, ნუ ვისაც სჭირდება დაფინანსებულები არიან სწავლის და გადასახადის კუთხით და თავიანთი ფონდიც აქვს ამ ათლეტებს. ასევე ძალიან დიდი რესურსს დებს უნივერსიტეტი, ყველა თითქმის ბევრი ამერიკული უნივერსიტეტი ათლეტების განვითარებისთვის. ათლეტებს თავიანთი საავადმყოფო აქვთ, ტრამვების უნივერსიტეტს აქვს თვითონ უნივერსიტეტს. ანუ ჩვენი სტუდენტური საავადმყოფო გვაქვს, მაგრამ ათლეტებს თალკი აქვთ გამოყოფილი. მოედნები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ბეისბოლის, ამერიკული ფეხბურთის, ყველანაირი ტიპის ლაკროსიც კი ყველაფერი. აბსოლუტურად. ჰოკეის ისიც გვაქვს, ანუ შიდა და გარე ჰოკეის ორივეს ისინი მოედნები. ასევე დაფინანსების კუთხითაც ეს დაყავთ სტუდენტები მეგობრულ მატჩებზე, მოყავთ ყველაფერს უზრუნველყოფენ. და აი ძალიან ესეთი კულტურულადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რავი ჩვენს გვაქვს ხოლმე ჰარვარდთან და იელთან ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთის მატჩები და თუ მოვიგებთ ხოლმე bonfire, ესეთი ტრადიცია ქვია bonfires, ცეცხლის კოცონის დანთების და კონცონი გვაქვს ხოლმე და მაგას ძალიან დიდი ტრადიცია არის ამის გარშემო, იმიტომ რომ თუ ორივე უნივერსიტეტს მოვუგებთ, მაგ შემთხვევაში ხოლმე ესეთი წოულება იმართება იმ საღამოს. ასევე კონკურენციის კუთხითაც ჰარვარდიდან ვინმე თუ მოდის ხოლმე, რაღაც სპეციალური მზედები გვაქვს, მაისურები გვაცვია ხოლმე, იელიდანაც ასე თუ ისე კი. და ჰარვარდს რო კარგად ხვდებით, ხო? ხო, აი მე რა სიტუაციაც ქონდა, კომაროვი და ვეკო როგორც ვიყავით, ეგრე ვართ პრინსტონი და ჰარვარდი დაახლოებით. ხო და ანუ ათლეტებთან მოგონთ ის არის რომ ძალიან ბევრ შრომას დებენ. ჩვენ მე მაგალითად 8 საათზე თუ ვიღვიძებთ რომ წავიდე ლექციაზე და მე მიმთავრდება დღე 4 საათზე ვთქვათ, ისინი 6 საათზე დგებიან რომ პირველ ვარჯიშზე წავიდნენ, მე ლექციაზე მოდიან, მე მეორე ვარჯიში აქვთ ზოგიერთს გააჩნია სპორტს და მე ვიწყებენ მეცადინეობას. ამას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. ხო, შენ საუბრობდით მაგაზე, რომ ფილმებში არის ხოლმე ხშირად ეს სპორტსმენები განათლებას არ აქცევენ ყურადღებას. რაც სიმართლე არ არის, ხო როგორც? არა, პრინსტონში ვინმე თუ სწავლობს, ანუ ვინც სწავლობს, ყველა ძალიან აკადემიურად მაღალ დონეზე დაარღვევს. ხო, ის მის მიხედვით რომ შენ სპორტულ გუნდში ხარ თუ არა, მაინც უნდა ისწავლო კარგად. ხო, რა თქმა უნდა, გააჩნია რა სირთულის ფაკულტეტზე ხარ და მიმართული, ანუ ტექნიკურზე ხარ, ჰუმანიტარულზე ხარ, ამ ტექნიკურზე რომელ იმას ირჩევ, ჰუმანიტარულზე რომელ იმაში ხარ, მეტყვი ყველა სხვა თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ ყველა ძალიან ნიჭიერია. აი ნიჭიერზე მეტად ძალიან მრავალფეროვანი ადამიანები არიან და ეხლა რა ვკითხით. მაგალითად
ანუ მეც თავიდან ძალიან სტერეოტიპულიც არა, ამ ფილმებიდან გავლენით ჩასული ის ვიყავი, სტუდენტი ვიყავი, იმიტომ რომ მეც მეგონა რომ რავით სპორტი და ალბათ ყველანები არიან, მაგრამ სპორტი აინტერესებთ ალბათ ძალიან თქო. მეტი დიდად არაფერზე არ მიფიქრია და ერთ დღეს მესმის ძალიან მაგარი, ძალიან ლამაზად უკრავს ვიღაცა ფორტეპიანოზე კოლეჯში და გავიხედე და აი რაღაც დაკუნთული ბიჭს რო ხედავდი ხოლმე კოლეჯში რომ რაგს თამაშობს და ანუ სადილის დროს ერთმანეთს ბურცხელიდან არაგდებს ფორტეპიანოზე უკრავს ისე ლამაზად გავგნებული ვიყავი და ახლა გავგნებული აღარაფერზე აღარა ვარ თითქმის ხოლმე პრინსტონში იმიტომ რომ ყველა ძალიან მრავალფეროვნები არიან იმიტომ რომ სპორტსმენი ათლეტიც არის ხელოვნებაც ძალიან უყვარს შეიძლება რავი ბერძნულს სწავლობდეს და თან რავი პროგრამირების მართულებითაც რაღაცა საგნებს გადიოდეს და ეს ძალიან ნორმალურია. ვაუ, ძალიან მაგარია. ეხლა როგორ გიგმაგ ამ ზაფხულში არტიგები გაქვთ დასვენება აგვისტოში იწყებს სწავლას თუ 2 სექტემბერს მეწყება სწავლა, მაგრამ მე ადრე ჩავდივარ, იმიტომ რომ საერთაშორისო ორიენტაცია ქონდა მე და ეხლა ჩვენ ვუტარებთ, ნუ მე შევუერთდები ამ გუნდს და წელს მით ჩამოვლენ ახალწეულები მაგას დავხვდებით და დავეხმარებით ცოტა ორიენტირებაში. ძალიან მაგარია. და თვითონ იქ თუ გაქონდა საშუალება რომ ადგილობრივად რაღაც მოხალისეობრივი ვოლუნტერი რაღაც საქმიანობაში ჩაერთო. საშუალება კი რა აუცილებელიც არის და ძალიან ნორმალურიც არის გულისხმობ რომ აი რადგან ასეთი აპლიკანტები მოდიან რომ დაკავებული ცხოვრება აქვთ აქტიურობით დატვირთული ძალიან ბუნებრივია ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც რომ ბევრ კლუბში გავწევრიანდეთ და აქტიურად ჩავარდეთ სხვადასხვა ღონისძიებებში. მე მაგალითად ჩვენ Princeton Georgian Society-ს გვაქვს პრინსტონის ქართული საზოგადოება, რის გარშემოც ვცდილობთ რომ საქართველოსთან დაკავშირებით ცნობიერება ავამაღლოთ პრინსტონის უნივერსიტეტში და ხოლმე შორის საკმაოდ მაგარი ცნობიერებაა. ასევე ვარ Engineers Without Borders კლუბში, სადაც ვცდილობთ რომ პერუში, ეკვადორში და მსგავს ქვეყნებში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით რაღაც პრობლემები გადავჭრათ და ასევე მსგავს ასე ვთქვათ კლუბებში, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი არის და ძალიან დატვირთული კლუბები აქტიური დაფინანსების კუთხითაც ძალიან დიდი რესურსით გვაქვს. გააჩნია რა თქმა უნდა კლუბს, მაგრამ სულ ვცდილობთ რომ ანუ მაგალითად დაფინანსება გვჭირდება რომ პერუში ჩავიდეთ და ვნახოთ მართლა იქ რა სიტუაცია. მე ჯერ არ წავსულ ვარ, მაგრამ მაქვს ასე ვთქვათ. უნივერსიტეტი გამოყავს მაგის უნივერსიტეტი გამოყავს საყოველებს. მაგრამ არა მარტო უნივერსიტეტი, ძალიან მაგარი პრინსტონში და ამერიკულ უნივერსიტეტებში არის რომ აქვთ ძალიან დიდი საზოგადოება კურსდამთავრებულების და პრინსტონის დაფინანსებაც ძალიან დიდი ნაწილი დგას ზუსტად ამ დაფინანსებაზე. პრინსტონის გეგმა არის ხოთაშორის 2050 წლისთვის 20 მოკლედ გეგმა აქვს რომ არც ერთ უნივერსიტეტის სტუდენტს არ მოუწიოს სწავლის გადახდა. არასდროს. არც ერთ უბრალოდ რაღაცა წლების მერე, იმიტომ რომ უნდათ რომ რაც შეიძლება მარტივად მიწვდომადი გახდეს ეს ყველანაირი განათლება, ხო? ადამიანისთვის. ხო, ეგ ძალიან მაგარია. ანუ მან დააქვთ ის რომ Harvard-ში და MIT-ში და შემდეგ კურსდამთავრებულები, რომლებიც მე დიდ კომპანიებში მუშაობენ, თვითონ აქვთ დიდი კომპანიები, ყოველწლიურ შემოწირულობას აკეთებენ, ხო? ამ უნივერსიტეტში მადლობის სახით და ნიშნად და ეგ კულტურა საქართველოში არ არის, ხო? არა და ძალიან ბევრი ადამიანი დამთავრებული თუნდაც TSO დამთავრებული, ილია დამთავრებული, ილია მაინც ახალგაზრდა უნივერსიტეტია, მაგრამ ამ რაღაცა 20 წელიწადში ძალიან ბევრი კარგი და ისე წარმატებული კურსდამთავრებული ყავს. ხო, ეგ ძალიან მაგარი ამბავი არის. და მოხალისეობრივ ნაწილში თვითონ თავაზობენ თუ რაღაც სამსახური არსებობს ეგეთი, რომელიც ამას გიზიარებ თუ როგორ. მოხალისეობრივად იცი როგორ არის? შენ ანუ ჩვენთვისონ გინდა გაქვს სურვილი რომ ჩაერთო და რა ინტერესებიც გაქვს იმის მიხედვით ჩვენთვისონ იძიებ კიდევ ერთ ხელ კვლევითი ფუნქცია რომ შეგეძლო მოძიება რაღაც ინფორმაციის მაგალითად პრინსტონის ვებსაიტზე შევედი და ვნახე რა კლუბები იყო აქტიური ყველაზე მეტად რომელი მოსწონდათ რა მიმართულებით იყვნენ და მაგის მიხედვით ავარჩიე. მე არის გამოფენა, ძალიან ხშირად არის ხოლმე გამოფენები ხოლმე და წარადგენენ კლუბები თავიანთ გეგმებს, წლის გეგმებს, თავიანთ ასე ვთქვათ მიზნებს და მაგის მიხედვით არჩევ. მე ხა სავალდებულო არაფერი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენ რესურსაც ჩადებ, ის გიბრუნდება და შემდეგან პრეზიდენტი ხდები ამ კლუბის, ან რაღაც ძალიან საპატიო წევრი, ან რაღაც და ბენეფიტები გეხსნება, ხო მე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში უფრო აი მაგალითად საზოგადოებაში ხა რა თქმა უნდა უფრო მაგარია რავი, თუ ვთქვათ რაღაც კლუბის პრეზიდენტი ხარ, მაგრამ ასევე იღებ მონაწილეობას ისეთ ღონისძიებებში, რაც ჩვეულებრივი წევრისთვის მაგალითად შეიძლება არ იყოს შესაძლებელი. და კიდევ ერთი გაქვს ურთიერთობა
ძველ კურსდამთავრებულებთან და ეს ურთიერთობა და networking-ი, რაც თქვი, ეს ინგლისური სიტყვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფრაზა არის პრინსტონის საზოგადოებაში, გიწევს ისეთ ხალხთან ურთიერთობა, რომლებმაც ეს გაიარეს ეს ყველაფერი. მაგ კლუბში იყვნენ და მოღვაწეობდნენ და შენ მათთან ურთიერთობა რომ გაქვს, ისინი გიზიარებენ არა მარტო ცოდნას, ასევე რესურსებსაც. მაგალითად, ჩემი მეგობარი ახლა მაიამიში გადის სტაჟირებას და ერთ-ერთმა პრინსტონის კურსდამთავრებულმა შეღავათი გაუკეთა იმ კუთხით, რომ მის სახლში იტოვებს, სახლი მარტო სუბუქი ნათქვამია, სასახლე აქვს იმ ადამიანს და მასთან სახლში შეჭება მხოლოდ იმიტომ, რომ იმ კლუბის წევრი იყო ეს კურსდამთავრებულიც და ჩემი მეგობარიც. და ესეთი ამ ერთ კლუბში ყოფნით უკავშირდები აი წლების განმავლობაში ვინც დაამთავრა ყველა ადამიანს, რომელიც შეიძლება პრეზიდენტი არის დღეს ვიღაცა. მართლა პრეზიდენტი ქვეყნის. ან გუბერნატორი ქალაქის არის. არის გამორიცხული კი. ხო, ეგ ძალიან მაგარი რაღაც არის კი. და მოხალისეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგას აქცევენ დიდ ყურადღებას, რომ ეს მართლა შენი გულწრფელი სურვილია, რომ ადამიანებს დაეხმარო. პრინსტონის, ასე ვთქვათ, ლოზუნგი არის in service of humanity, in service of nation. რომ შენ კაცობრიობას ემსახურები. და ეს მსახურება გაქვს შენი გულწრფელი სურვილის გამო და რაღაცა მზაკრული სრულებით. რა თქმა უნდა, ეხლა მეორე რამდენი ხარისხოვანი შეიძლება იყოს რაღაც ფული, შემოსავალი და სხვა, მაგრამ მართლა გულწრფელად გვინდა ადამიანების დახმარება და რაღაც კარგი საშენება. ძალიან მაგარია. ეხლა რა გიგმები გაქვს? ახლა, ამ ზაფხულს კი ვარ საქართველოში, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ წლებში იმდენად ვეღარ ჩამოვალ, იმიტომ რომ რადგან მაგისტრატურას ვაპირებ და მინდა რომ სერიოზულად გავყვე კიდევ უფრო მეტად სწავლას და განათლების მიღებას, მჭირდება თეორიული კვლევა სხვადასხვა საკითხების და მე მინდა რომ ენერგეტიკის სფეროში შევიდე. ალბათ მაგის გამო დიდი ალბათობით სხვადასხვა ქვეყნებში ვიქნები ხოლმე ღვთისწყალობით და იმედია გამოვა რომ მართლა მიმიღებენ და გამომივა. და ასევე ხო აი მინდა რომ უნივერსიტეტის წარმატებით დავამთავრო, იმიტომ რომ კი GPA ანუ როგორც თქვით რაღაცა ისეთი საკითხია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანიც არის, იმიტომ რომ იდეაში GPA-ით ამოწყებენ რამდენად წარმატებით გაარჩევს. შეგიძლია შრომა რაღაცა დისციპლინამდე გაქვს და ამ შემდეგ. წერა დასაწყისში ვთქვი სხვადასხვა საიმაყურებელს, რომ პროფესია აირჩიე, რომელსაც მე მთელი ცხოვრებას დაუკავშირებ თქო და აქამდე სულ ყოველთვის ეგრე ფიქრობდი ხოლმე მართლა რა. უბრალოდ ეს ამას პატარა შესწორება შევიდა მაყურებლისთვის, რომ ნებისმიერი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ რაღაც შეცვალოთ. თუ რაღაც თქვენი პროფესია გონიათ, რომ მოძველდა და ეხა ტექნოლოგიური სიახლეები მოდის და გონიათ, რომ რაღაცა ჩანაცვლებადია და თქვენ რაღაცა ახალს ვერ აუღებთ ალღოს, ეგ ეგრე არის. იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში მეგობრებო შეგიძლიათ, რომ ისწავლოთ ისეთი პროფესიებიც მათ შორის როგორც ამ შემთხვევაში მეც და ახლა მან უკვე ეხა უკავშირებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მოქნილობა თუნდაც იმ პრობლემების მოგვარების სწავლება დაეხმარება იმაში, რომ რაღაც გამოწვევა რო ექნება შესაბამისად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ტექნოლოგიურ განვითარებაზე მე პირველი რომ რაღაც მივხვდი რომ ხელოვნური ინტელექტს ცოტა შეიძლება ეს ინჟინერიის ან ტექნოლოგიის პროფესიები კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. პირველი ეს ქვენი რომ მეთქი ChatGPT-ს ვკითხე, რამდენად არის იმის ალბათობა რომ სამოქალაქო ინჟინერიის ინჟინრები ჩანაცვლეს ხელოვნური ინტელექტით. და რადგან ანუ ეს სამოქალაქო ინჟინერია ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სფეროს გაერთიანება, მექანიკური ინჟინერია ტურბინებში არის. სამოქალაქო ინჟინერიას გულისხმობ ჩემთვის ჰესებს და წყლის რესურსებს და რადგან ჰესის არის მექანიკური ინჟინერია არის ტურბინებში, ელექტროინჟინერია არის ქსელებში, სამოქალაქო ინჟინერია გზების გაყვანაში, არ არის ეს მარტივად ჩანაცვლებადი და ჩემთვის ძალიან შვება იყო რომ ჩატმა მითხრა რომ არა, ანი ნერვულო ვერ ჩანაცვლება. და ჩატებში გადავა ChatGPT-ს კითხები. ხოდა შორის კი ანუ ჩემი ასეთ პროფესიის არჩევისთვის, რაც შეიძლება მეტი ისე თქვათ კი, თუ მაგალითად ხელოვნური ინტელექტს ეთყვი რა გაინტერესებს, რა გამოგდის კარგად, შეიძლება ისეთი სია მოგცეს, რომელმაც რაღაცა ხო, დააკვალიოს, კი. შენას ურჩევდი, აი ხა მაყურებელს. ბოლოს კი რო გავიდეთ, რაღაც შემაჯამებლად, ასე ვთქვათ. რა რჩევას მიცემდი, მოდი რაღაც სეგმენტია მოსწავლეებს ახლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, შეიძლება დაამთავრე. ამ ერთ წელიწადში, აგერ 11 წლიანი ხდება სკოლა, ქართული უნივერსიტეტები ცოტათი უფრო უარესები გახდებიან, ალბათ.
ვიდრე იყვნენ. ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროდ, ვიდრე იყვნენ რა, ბევრი რაღაც მიდიოდა ძალიან სწორად და აქ რეფორმების აუცილებლობა იყოს სულ ყოველთვის, იმიტომ რომ მეტი რესურსი, მეტი ფინანსები, ის რაღაცა სტრუქტურა რაც შენახსენე და სისტემა ამერიკული თუნდაც რა შეიძლება გადმოტანა რა თქმა უნდა, ქართული კონცეფტის და იდეების და ყოველ კულტურის და ბევრი რაღაცის გათვალისწინებით და უბრალოდ მაგას ძალიან ბევრი ფული ჭირდება. ფული და სწორი მენეჯმენტი, ალბათ. ხო და აი ამ ვითარებაში როცა უკვე სხვა განსხვავებული სიტუაცია, რას ურჩევდი სკოლის მოსწავლეებს, თუნდაც ეხლა ამ ეტაპზე მე-9-10 კლასელებს ვინც არიან. ალბათ ურჩევდი რომ არ დანებდნენ, იმიტომ რომ მომავალში არ ვიცით რა მოხდება. მომავალ 5 წელში, მომავალ 3 წელში, მომავალ 4 წელში, ან თუნდაც 2 წელში, მომავალ წელს საერთოდ. უბრალოდ უნდა აკეთონ ის ამ მომენტში რაც საჭიროა და რაც საჭიროა ეხლა არის უნივერსიტეტებისთვის სამზადის პროცესში ჩაბმა. და ასევე გეგმა დასახეთ. თქვათ, ამერიკული უნივერსიტეტი თუ არ გამოვა, დამატებითი გეგმა გქონდეთ, რომ ევროპულში გავაგზავნოთ. თუ ევროპული არ გამოვა, აზიის უნივერსიტეტებით, ჩინეთს, იაპონიას, სინგაპურს აქვს ძალიან კარგი უნივერსიტეტები, წამყვანი უნივერსიტეტები, თვითონ ქვეყნებით საკმაოდ არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყნები არიან ტექნოლოგიების მიმართულებით. ნუ მე ხომ ტექნოლოგიებს ვსაუბრობ, რაც ვიცი და ვუწყოდი რომ ეგენიც გაითვალისწინონ. და დაისახონ მიზანი ისე რომ ამ ყველაფერს ითვალისწინებდეს, რომ არა მარტო ამერიკული უნივერსიტეტებისთვის მომზადონ, არამედ ევროპის და აზიის უნივერსიტეტებისთვის და წინასწარ გამოიძიონ კიდევ ერთხელ ის უნარი, მოძიების უნარი, რომ რა არის საჭირო და რა როგორ უნდა მოემზადონ ამისთვის და ასევე არ დანებდეთ ძალიან ესეთი ბანალური ფრაზაა, მაგრამ მართლა მე ჩემს გარშემო ვისაც ვუთხარი რომ პრინსტონში ვსწავლობდი ჩემი მეგობრების გარდა, ერთმა ორმა მითხრა რომ კარგი რა ხელა ამბიცია გაქვს, ცოტა ისეთ უნივერსიტეტში მაინც გააგზავნე, რომლისგანაც უფრო მეტი შანსი გაქვს მიღებისო და კი მე მიიღო აგერ პრინსტონის უნივერსიტეტმა. ამიტომ არ მოусვინოთ და უბრალოდ იპოვეთ ადამიანი, რომელიც თქვენთან ერთად ამის ისე კი და თქვენში ჯერ პირველ რიგში თქვენ უნდა გწავლეთ თქვენი თავის. და მე უკვე ვიღაც ადამიანი თუ გეყოლებათ ვისთან ერთადაც ამ გზას გაივლით, ეგ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მე ჩემი მეგობრები მყავდნენ გვერდზე და მაგათთან ერთად ალბათ შეუძლებელი იყო მაგათ გარეშე ეს გამიარა, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია და ძალიან სტრესული, ამიტომ რომ მაგერთ პასუხზე არის დამოკიდებული შენი მთელი ცხოვრება იდეაში. ამიტომ არ დანებდეთ და იყავით საკუთარ თავში თავდაჯერებულები, იმიტომ რომ ჩემი აზრით სამყაროში არაფერი არ იკარგება. ეს ფიზიკის ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, მაგრამ ცხოვრებაშიც ძალიან კარგად მოქმედებს. ყველანაირი შრომა ფასდება და მე თქვენი მჯერა ყოველ შემთხვევაში. და ერთ დავამატებ უბრალოდ, რომ ნებისმიერ წარუმატებლობის შემთხვევაში მაგანც არ დაგაბნიოთ, არ გაგტეხოთ, ყოველთვის შეგიძლიათ ცადოთ მეორეც და რაღაცა ალტერნატიული საქმე დაიწყოთ. მე თვითონ მაქვს დაახლოებით 5 ჯერ უარი ფულბრაიტზე, ამიტომ შესაბამისად არც გამოცდილებას ვაკლებ, არც სხვა რაღაცას, მაგრამ როცა არჩევი ჟიური არის, შეიძლება ყველანაირად მოხდეს და როცა ეგეთ სიტუაციაში მოხვდებით, არ ჩათვალოთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ რაღაც, ან თქვენ არ გამოგივიდათ, საერთოდ არ არის ეგრე. განსაკუთრებით ბოლო წლებში დაფინანსებებით შეაზღუდეს და პატარა ეს კვოტები და კიდევ და კიდევ უფრო ცუდად მიდის მაგ ხარე და შესაბამისად უფრო დიდი გახდა კონკურენცია უბრალოდ და ხანდახან თქვენში არ არის პრობლემა. მაგრამ შენ კიდე ძალიან მაგარი ხარ. არა, მადლობა პირიქით. ძალიან სასიამოვნო იყო ამ თემაზე საუბარი ჩემთვის და მიხარია თუ ვინმეს კითხვაზე პასუხი გავეცი. თქვენ კი გამოიწერეთ მეგობრებო, არხი დაწერეთ კომენტარებში, გადაუზიარეთ მეგობარს, ვინც ახლა ამ ციებს ხელებაში ან რაღაცა უნივერსიტეტის ციებაში ან აპირებს მომავალს დაიწყოს, ნახეთ ეს ვიდეო და მანოს არხის გამოიწერეთ, სადაც უფრო მეც მოგიყვებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით იქაურ ყოველდღიურ ცხოვრებას და ადევნეთ მოკლედ მანოს YouTube არხს თვალი, რომელიც description-ში ასე ვთქვათ აღწერაში იქნება ამ ვიდეოს ქვეშ. დროებით.